გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ ვივიეროაიც. შვენიერი მზიანი დილაა. ყიასე თუ ისე თოვლიანი დამხვდა. და მე და ტაისონი ახლა საფეში. მე და ტაისონი ახლა ვეძებთ რაიმე ადგილს. სადაც გავჩერდებით დღეს. ტაისონ, ეს შემომიგდო პირდაპირ ფეხებში. მაგარი ადგილი, აქეთ პირველად ვარ. გაჩვენებთ კარგად. ჩვენს ქვემოთ არის უზარმაზარი ხევი. ტაისონმა გადააჭრა ეგრევე ხევის იქით. ტაისონ! მოდი, ეგრე შორს არ გინდა. ეს ხე ნახეთ რა მაგარია. ამაზე გამოვიდოთ და მაგარი ქოხი ხეზე. მერე ავარ ამ ხეში ვოთვარიერებ ისე. აი ეს ხე მაინტერესებს კიდე მაგრა. ძალიან დიდი ხეა, მოგრეჯილი და ხრმულია. მაინტერესებს. როგორია ახლოდან. თუ შეიძლება რამის მოფიქრება. ო, კაი ადგილია. კაი დიდი ხეა. ძალიან დიდი ხეა. ნახეთ რა მსხვილია. მუხა იყო სავარაუდოდ, ქერქით მუხას გო. ანა მოწყვეტილი არის. რავი, სხვა დროს აქეთ თუ მოხვდი. დღეს ახლა ეგეთი რაღაც გეგმა საერთოდ არ მქონია, მაგრამ სხვა დროს აქეთ თუ მოხვდი. ზოგადად დიდი ზომის აქცეული ხეები კარგია ხოლმე მარტივი თავშესაფრების მოსაწყობად. აი თქვა და წეში ხარ და დაგიღანდა. გიღანდება რა. აქცეული ხის ქვეშ თავშესაფრის მოწყობა ბევრად მარტივი არის. თან ნახეთ რა მხელახი არის. ერთი იქით აქ გადავარნილი, მეორე მხარე აქეცა. ეგ მაგრა გიწყობს ხე. ვერა მოდიხარ ბოთე? ეს ხეც არ არის კარგ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ამოვედი თუ არა პირველივე რაც დავინახე. აი აქ არის ძალიან აღრმა ფუღურო, ძირიც არ უჩას, ისეთი ღრმა არის, შავია და აქეთ ამ ხარიც. რაც სანდო არ არის ესე იგი. ამ ხეზე რაღაცის აშენება, სულ რომ მარტივი თავშესაფარი იყოს, მაინც არის კუარი, იმიტომ რომ ძალიან ღრმა ფუღურო აქვს. თან ეხა ზამთარი რო არის, ვერც ვიგებ ზედა ტოტები, გამხმარიანი, ედლია, არ ეტყობა ეხა. არც კვირტების სეზონი არ არის, არაფერი და. აი გაზაფხულზე შეიძლება, აი სიტყვაზე გაზაფხულზე რომ ამოვიდე და მთლიანი ხე გაკვირტული დამხვდეს, ესე იგი არ არის ხა იმის რისკი იმდენად რომ აი ნებისმიერ დროს შეიძლება მოტყდეს და რაღაც, ანუ ესე იგი ხმელი არ არის ძირითადი ტოტები რა და მაინც შეიძლება რამე მარტივის გაკეთება, უბრალოდ რო ახვიდე ადამიანი, დაჯდე და დარჩე, რომ რამე იყოს და დაგახმის, სწორი. ისეთი კი არა რომ კეთილები კონდეს და სახურავი და მთელი რაღაცები, აი მონადირეებს თუ აქვთ ხოლმე ზემოთ ხეზე რაღაცები, რომ დაჯდებიან ხოლმე ესე, ეგეთ თემაში.
ოდალა სადღაცაი რომელიღაც ხეზე მაგარი კაკუნი ისმის მომენტებში. ჩვეულებრივ პატარა კოცონს დავანთებ დღეს. Tyson აქედან რო ვერცეს ვერ გადაგიგდებ, მაგრამ რა ხო არ მენანება. აჰა, იდე. დღევანდელი ვიდეოს თემა იქნება, მცირე ლაშქრობის გარდა ტურების თავდასხმა. რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ ტურას გადავასწრით ტყეში ლაშქრობისას და რა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ თავს გვესხმის. ვიდეოს უყურეთ და ყველაფერზე მექნება პასუხი და დაწვრილებით მოგიყვებით ამის შესახებ სრულ ინფორმაციას. Tyson. დედამიწაზე ძალიან იშვიათია, რომ ადამიანს ესეთი ერთგული თვალებით რაღაც უყურებდეს. ისევ რამდენიმე ადამიანი თუ შემოგხედავს ეგეთი ერთგული და სიყვარულით სავსე თვალებით და აგერ ძაღლის სახით ადამიანის საუკეთესო მეგობარი. დარწმუნებული ვარ, რომ დამეთანხმებით. მეგობრებო, ისე ახლა დავფიქრდი, რომ წყალზე ხშირად გესაუბრებით ხოლმე ბევრ ვიდეოში მიხსენებია, რომ აი სიტყვაზე კი ეხა ყველა ადამიანმა იცის, რომ წყალი აუცილებელია, მაგრამ ლაშქრობაზე რა დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის მიღებას. ამაზე ერთხელ მისაუბრია, თუ საჭირო გახდება, კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი წყალს იმდენად არ ეტანება. ზოგი თითქოს მიჩვეულები არ არიან, რომ რა მე ორგანიზმიც ეჩვევა და იმდენად აღარ გთხოვს. ამ დროს რეალურად ორგანიზმი ძალიან სჭირდება და ლაშქრობაზე მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზამთარშიც კი. ზამთარში უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ გათბობაში გვეხმარება. რას ვამბობდი? წყალზე კი მისაუბრია ბევრჯერ თქო, მაგრამ თვითონ წყლის ჭურჭელზე სალაშქრო თვალსაზრისით არასდროს მისაუბრია. ჩემი აზრი რომ გამოვთქვა წყლის ჭურჭელთან დაკავშირებით. მე პირადად მეზიზღება პლასტმასის ჭურჭელი. აი, პლასტმასის რაც არის, ყველაფერი მეზიზღება, იმიტომ რომ რაც არ უნდა მითხრან, რომ აი ეს პლასტმასი არაფერს გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებსო, საშიში არ არისო, ისაო, რაც არ უნდა მითხრან, არ მაინტერესებს და არ ვეთანხმებ, იმიტომ რომ ჩემთვის ნებისმიერი პლასტმასი არის ცუდი და შხამის მატარებელი, ასე რომ ვთქვათ რა. და მაინც უმჯობესია ჩემი აზრით, რომ ადამიანმა პლასტმასიდან წყალი არ მიიღოს. ეხლა მაღაზიაში შევედი, სიტყვაზე რაღაც პლასტმასის ბოთლი წყალი ვიყიდე, დავლიე. მანდ უნდა დასრულდეს, თორე ეხლა იმ ბოთლის ხშირი გამოყენება და რაღაც არა, არც სალაშქრო თვალსაზრისით სპეციალური სალაშქრო ბოთლები რომ არსებობს. Tyson. მე მაგალითად გემახსოვრებათ, რომ მანამდე ვიყენებდი ხოლმე სამხედრო მათარას, რომელიც იყო პლასტმასის. გარკვეული პერიოდი კარგად ვიყენებდი. პლასტმასი ისა პლუსი ისა აქვს, რომ სუბუქია. და სატარებლად ეხლა იმდენად ძიმი არ არის. მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე, მით უმეტეს ხშირად მირეცხავდნენ ხოლმე სახლში, რომ რაღაც წყლის ჭურჭელს ყოველთვის უნდა გარეცხო. აი, დღეს ვიყავი ლაშქრობაზე, სახლში მივედი, ეგრევე უნდა გარეცხო. მაინც თავისი ნადებიც აქვს წყალს, ილექება რაღაცეები და თავისებური გემოს გაჩენა იცის. არასასიამოვნო გემო შეიძლება დაგიტოვოს დალევის მერე, მაგრამ აი მე დავფიქრდი, რა მეთქი პლასტმასის მათარას საერთოდ რატო ვიყენებ თქო. თან ამდენი გარეცხვის მიუხედავად, ისეთი საზღარი გემო გაუჩნდა, რომ რავი, შემზისხდა რა, ბოლოს მახსოვს, როცა გამოვიყენე, ძალიან მწყუროდ და ვერ ვსვავდი. გადავედი მერე ძველებურ მათარაზე, ამას იყენებდნენ ძველად სამხედროები ნებისმიერ ქვეყანაში. როგორც ნებისმიერ ქვეყანაში სამხედროები იყენებდნენ ხოლმე ასეთ მათარებს. ეხლა ეს ჩასმულია თავის ეს ძალიან ძველი არის ბაბუამაჩუკა. რავი, შეიძლება მეორე მსოფლიო ომი გამოვლილიც ქონდეს ამ მათარას. იმდენად ძველი არის. თავის ჩასადებით.
აი ეს. ნახე ეთყობა კიდეც, რომ ცეცხლზეც გაუკეთნისა დაუდგამს ვიღაცას. ბაბუას კიდე ვიღაცა მაჩუქა თავის დროზე ახალგაზრდა რომ იყო. ძალიან ძველი არის. ამის გამოყენება დავიწყე. მე მამაჩემისგანაც მქონდა. ჯერ იმას ვიყენებდი, მამას აქვს ასეთი ზუსტად ოღონდ მამას ჰაერის კომპრესორით ჯარში რო იყო გაბერა და ეს მათარები არის 1 ლიტრიანი და მამას გაბერილი სადღაც ლიტრა ნახევარს იტევდა. გაბერილი იყო, მაგრამ მაინც ჩანთაში ჩასადებად ის გაბერილი იკავებდა დიდ ადგილს. ამიტომაც ბაბუამ რომ მაჩუქა ეს, გადმოვედი ამაზე. ანუ მასალა არის ალუმინი, არის ძალიან მსუბუქი, არაფრით არ ჩამოუვარდება პლასტმასის მათარებს და რაც თავარია. არის ჯანსაღი, არაფერ მავნეს არ გამოყოფს. არც სუნი უჩდება თავსახურში, არც არასასიემოვნო გემო. არის ჯიგარი რა. აი პირადად მე გირჩევთ, რომ თუ ჩემგან რა თქმა უნდა სალაშქრო წყლის ჭურჭელზე რჩევას მიიღებდით, გირჩევდით, რომ მხოლოდ გამოიყენეთ თუ იშოვით ასეც ალუმინის ძველებული სამხედრო მათარა. არანაირი პლასტმასი. ბევრი რაღაცები იყიდება პლასტმასის სალაშქრო ჭურჭლები, საკმაოდ ძვირიანებიც არის, ბევრი ბრენდი არსებობს, მაგრამ მე გირჩევთ მხოლოდ ამას. რაც თავარია, არ არის მავნებელი და არის მსუბუქი. მეტი რა გინდა და კიდე მაგარი რაც არის. ცხელი რო ჩაასხა, მაგრად ინარჩუნებს, ცივი რო ჩაასხა, მაგას ხო საერთოდ ყინავს. დღეს ასევე მინდა გასწავლოთ ცეცხლის დანთების ერთ-ერთი საშუალება, რომელიც აი ასე დროს უნდა გააკეთოს ზუსტად, რომ სხვა დროისთვის გქონდეს. კი იცით, რომ ხშირად ვიყენებ ხოლმე ვაზელინის ბურთულებს, კვარს, მაგრამ ერთ-ერთი მეთოდი უნდა გასწავლოთ. დაგჭირდებათ მეტალის რაიმე კონტეინერი, თუნდაც კონსერვის ქილა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია დახურულ სივრცეში გქონდეს ეგ რაღაც, რასაც აპირებ. უნდა გაუკეთო იმ კონტეინერს ერთი ნახრეტი, რომ შიგნით დაგროვილი ჟანგბადი გარეთ გამოდიოდეს და გჭირდება ნაჭერი. ვარა, ხელა წივილი იყო. კაცებელი ფრინველიცას. კიდე. კაცებელი ფრინველიცას გა. ესეთი ნაჭერი გჭირდებათ. შეხედეთ. ნაჭერი რა, მაგრამ შალის რო იყოს უკეთესია, კარგად აალდება. ჩადებ. და ეს უნდა მოათავსოთ ცეცხლში. აი ასეთ მდგომარეობაში უნდა დატოვოთ ახლა თქვენი რკინის კონტეინერი შიგნით მოთავსებული ნაჭერით. აი როგორც მაღაზიებში რო იყიდება ხოლმე სამწვადე ნახშირი, ხო იცით? ეგრევე რო ალდება, ან საკმეულის ნახშირი ავიღოთ თუნდაც. ეგენის იგივე პრინციპით მზადდება. რკინის კასრებში აწყობენ ხეს, ან დაჭრილ მდგომარეობაში, ან უბრალოდ დამტრეულ მდგომარეობაში და მაღალ ტემპერატურაზე აქვთ. შიგნიდან ესე კარგად გამოიწვება, ხდება სრულიად შავი და პატარა ნაპერწკალზეც კი აალებადი ხდება. ასე იქნება ზუსტად ეს ნაჭერიც. ამ კოლოფზე საღებავი იწვის ახლა. 3 კოლოფი მაქვს ზუსტად ასეთი რა, ერთი არის ვაზელინის ბურთულების, ერთი არის კვარის და ეს მექნება ეხა უკვე ამ ნაჭერს ჩავდებ ხოლმე გამომწვარს. ამით გავაკეთებ შამპურს. ისე იცოდი თუ არა, რომ საშამფუროდ ყველა ხის გამოყენება არ შეიძლება. შეიძლება ბევრს არ გცოდნოდათ. ზოგი რაღაცას გამოყოფს ცუც, რაც ნახდად არ იქნება კარგი, რომ ჭამის დროს შეგუპის. ზად იქნება წესით ეს. ეს ცხელია. მოვამზადოთ. მომას რა გავუკეთო, სვანურმარის მოვაყრი, მაგრად მოუხდება. ჯერ გაუშვათ შამპურზე, კარგად დავსერავ ღრმად, რომ გემრიელად შეიწვას. სვანურ მარილზე კარგი მარილი მთელ მსოფლიოში არ არსებობს.
ეს არის საოცრება. ისე ხა ვიცი რომ ბევრი სვანიც მიყურებს და აი რომ ირჩიოთ მე ხა თბილისში ვცხოვრობ. სად შეიძლება ვიყიდო ნამდვილი სვანური მარილი? ისეთი კი არა სვანური მარილი რო ქვია და სიამდვილეში რო საერთო არაფერი არა აქვს და გარტყმით რო არის დამზადებული. აი მართლა სვანური მარილი სად შეიძლება ვიყიდო? თუ მირჩევთ მაგრად გამახარებთ და მაგრად დამეხმარებით, იმიტომ რომ ესე უბრალოდ ბრმად რო სადმე მივიდე მითხრა სვანური მარილიაო და მეც ვიყიდო, ეგრე არა, იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაცა სისულელეებს ყიდიან. ასაღებენ სვანურ მარილად. მე პატარა ნაჭერი მქონდა კი გემახსოვრებათ და აი რა გამოვიდა იმისგან. ამას პატარა ნაპერწკალი უნდა და ეგრევე ალდება. ჭამის მომენტში ხახვებთან დაკავშირებით საინტერესო ამბავი უნდა გიამბოთ. კონკრეტულად გამომწვარ ასე ნაკვერცხალზე შებრაწყულ ხავს გულისხმობ. ამაზე მეტად რავი რა მიყვარს. გიждები რასაც ქვია. ჯერ არავის ვიცნობ ისე ადამიანს რომ ხავსი ასე გიждდებოდეს. ჩემსავით. რომ ისაც გიყვართ გამოჩდით კომენტარებში. ძალიან კაი გამოვიდა. აი შენ ვერ გაჭმო. ხორიც ხორცი ძაღს არასდროს არ მისცეთ. აი ძალიან ცოტა, აი რო გიყურებთ და რაღაც მაგ თემაში ძალიან ცოტა კიდე ხო, მაგრამ ხორიც ხორცი არ მისცეთ. ძაღლებს აქვს სუსტი ღვიძლი და ხორიც ცხიმი საშიშია. რომ ძალიან სასარგებლო პროდუქტია, ეგ ყველა მიცით. მე-15-მე-16 საუკუნეებში ევროპას გულისხმობ ევროპაში განსაკუთრებით ღარიბები იყენებდნენ ხავსს ერთ რაღაცაში, რაც ძალიან ადგებოდათ და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთვის. როდესაც გაცივდებოდნენ ნებისმიერი ვირუსის დროს 2-3 დღის განმავლობაში ზუსტად ასეთ მომზადებულ ხავსს ჭამდნენ მხოლოდ. ანუ 2-3 დღეში ამდენჯერაც მოგშივდება, სიტყვაზე 3ჯერად იყვება თუ გაქვს, ჭამდნენ მხოლოდ ასე მომზადებულ ხავსს. კოცონზე იქნება ეს თუ ღუმელში არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია იყოს ესე მომზადებული ხახვი. არის ძალიან სასარგებლო. მე პირადად გიждები ასე მომზადებულ ხახვზე. ჩემთვის არის ერთ-ერთი საყვარელი საკვები პროდუქტი. და როგორც ხედავთ, ძალიან დიდი სამკურნალო თვისებებიც ქონია. ამიტომ ხშირად მირთვით ხახვი. მოსაღამოვდა ამასობაში. ზეც სადღაც 40 წუთში ჩავა. ახლა გადავიდეთ ვიდეოს მთავარ თემაზე.
გესმით? კოდალა. რა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ გადავეყარეთ ტურას და რა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ტურა გვესხმის თავს. ზოგადად, ბევრ ადამიანს ტურა გონია, იცით როგორი ცხოველი? აი, არაფრად რო არ თვლიან რა, საშიში რო არ არის მათთვის. ნუ რეალურად ტურა იმდენად საშიში არც არის. მოდი დავიწყოთ იმით, რომ სიგრძეში არის სადღაც 1 მეტრი, სიმაღლით არის 40-50 სანტიმეტრი. მოდი შემთან, მოდი. აი მაგალითისთვის რომ მოგიყვანოთ ტაისონის ზომა. წონით მაქსიმუმ 15 კილო, ტაისონი არის 13 და რაღაცა 14-მდე. ეგეც ბეწვით ვყავაწონილი თავის დროზე. ეხა ბევრად მაგარ მდგომარეობაშია, მაგარ ფიზიკურ მდგომარეობაშია, რასაც ის დარბის და ვარჯიშობს და გაჩერდი ეხა. ეხა კანკალებს თამაში უნდა და ერთი სულია, გაჩერდი წერ, მოიცადე. გაჩერდი. ახლა ბევრად მაგარ მდგომარეობაში და კიდე ტურაზე მსუბუქია, თორე ზომით ჩათვალეთ ტაისონის ხელა მტაცებელი ცხოველი, რომელიც ცხოვრობს ხროვად. ხროვას ყავს რა თქმა უნდა ერთი ლიდერი, ხროვაში რამდენიმე ტურა ერთიანდება, თავიანთი ლეკვებით ურთ და სწორედ ამიტომ არის ეს ცხოველი საშიში. წადი. ეხლა რა თქმა უნდა ტურის ადამიანზე თავდასხმის ფაქტები, რა მე პირადად არ გამიგია. მხოლოდ ერთი მახსოვს რამდენიმე წლის წინ ქართლის რომელიღაც სოფელში მოხუცი ქალბატონი მხოლოდ ერთი მახსოვს რამდენიმე წლის წინ რომელი სოფელი იყო და რომელი რეგიონი ნახდა არ მახსოვს, მაგრამ მოხუცი ქალბატონი გარდაიცვალა ტურის ნაკბენის გამო, იმიტომ რომ ტურამ გადადო ცოფი. თურმე ეს ქალი ტყიდა ბრუნდებოდა, ალბათ შეშაზე იყვან რაღაც ეგეთი, იმიტომ რომ სახში ნახდა, სახში ანუ ეზოს ტერიტორიაზე ეგ ამბავი ნახდად არ მოხდა რა. მახსოვს კარგად რო უყურე. სახში რო ბრუნდებოდა, ტურა შეხვედრია და ეს ტურა თავს დაესხა. ამ მოხუცმა ქალბატონმა ეს ტურა მოგუდა, მაგრამ ტურის ნაკმენის გამო მას განუვითარდა ცოფი გადასწო ტურამ და ამის გამო დაიღუპა ეს ქალი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ის ადამიანი, არც სახელი და გვარი ვიცი მისი, არც ის ვიცი საიდან იყო, უბრალოდ ეს ამბავი გავიხსენე იმასთან დაკავშირებით, რაც კი მსმენია ტურის თავდასხმა ადამიანზე. შეიძლება სხვა ქვეყნებში ხდება და არაერთი მომხდარა დარწმუნებული ვარ, მაგრამ ახლა მაგის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. რო გითხრათ, რომ ესე ტურა გამოდის და ადამიანზე ნადირობს, ეგრეც არ არის. ზოგადად ნებისმიერ მტაცებელი ცხოველი ასე ადამიანზე არ ნადირობს. ყოველთვის რაღაც მიზეზი აქვს. ყველა მტაცებელმა ცხოველმა იცის ადამიანი რა არის. როგორი საშიში და ძლიერი და ჭკვიანი არსება. ტურები თავს ესხმიან მცირე ზომის არსებებს, ნუ დავიწყოთ მღრღნელებით, ასევე ინადირობენ კურდღელზე, ტურამ შეიძლება ასევე ინადიროს მელიაზეც, რომელიც მასზე ბევრად სუსტი არის. ასევე ტურას შეუძლია ძაღლის მონადირებაც. მაგალითად იმ შემთხვევაში თუ ლაშქრობაზე ხართ, ან სიტყვაზე სოფელში ცხოვრობ და შენთან ტურები ახლოს არიან, ჩემ სოფელში მაგალითად ღამით ხშირად ისმის ტურების ხმა. ამ შემთხვევაში ტურებმა იციან ერთი ჭკვიანური რაღაც. ძაღლის გატყუება. ეს იქნება ძაღლი თუ სხვა მტაცებელი პატარა არსება, ან ტურებმა იციან ჭკვიანური რაღაც, ეს არის ძაღლის გატყუება. ერთ ტურას გამოგზავნიან, ძაღლი თავისთავად გაეკიდება თავის ტერიტორიის დასაცავად და ასევე ამ საშიშროების ბოლომდე აღმოსაფრქველად. ძაღლი თუ გაეკიდება, სადღაც დახვდება მთელი ხროვა და ძაღლს მოკლავენ. ეს უმარტივესი არის მათთვის, ამიტომ ძაღლებზეც ნადირობენ თუ სიტუაცია მათ სასარგებლოდ არის. პატარა არსებებზე ნადირობენ ძირითადად, როგორც გითხარით, ერთ-ერთზე ნებისმიერი ადამიანი მოერევა ტურას, თუ ზედმეტად სუსტი არ არის ის ადამიანი, იმიტომ რომ მარტივი მოსაგერიებელია, პატარა არის, არ არის დიდი ზომის, იმდენად ძლიერიც არაა, რომ დაგიჭიროს და დაგაგდოს, მაგრამ აქ მთავარი რა არის? ტურა არის ცოფის გადამტანი არსება. გლებსაც გადააქვთ ცოფი, მაგრამ ყველაზე ხშირად ტურებს, იმიტომ რომ ყველაფერთან აქვთ შეხება. ზოგადად ტურა თვითონ ეს ცხოველი გარემოს ნებისმიერ გარემოს ეგუება და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ტურა მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრ რეგიონშია გავრცელებული, თანაც ფართოდ. და შესაბამისად, რადგან ბევრ რაღაცასთან აქვს შეხება, რისკით ყოველთვის უფრო მეტია, რომ ტურა იყოს ცოფის გადამტანი. ახლა ესე ერთმა ტურამ რო ჩაიაროს აქ, თავს არ დამესხება შანსი არა. იცის რომ
ადამიანი ვარ. შორიდან ვხვდებიან მაგას და შენთან ესე უაზროდ არც მოვა, თუ რაღაც კონკრეტული მიზეზი არ გააჩნია მიზანი, მაგრამ ტურას რომელსაც ცოფი აქვს, ყოველთვის მივა ადამიანთან და გაიწევს. ნებისმიერი ცოფიანი არსება უკვე ვეღარ არის თავის მატორზე, როგორც ჩვენ ვიტყვით ხოლმე, თავის მატორზე ვერ არისო. ვეღარ არის რა. სხვანაირად მოქმედებს, ფაქტობრივად შიში გამქრალი აქვს, ზომბივით იქცევა რა, მისი მიზანია რომ რაღაცა დაინახოს, უბრალოდ გადაეკეტება, მივიდეს და უკბინოს. ეს ნაკმენი კი რა თქმა უნდა სიკვდილი დასრულდება. ამიტომ თუ სიტყვაზე ლაშქრობაზე ხართ და შეატყეთ რომ თქვენთან სიახლოვის ტურა არის, მაგრამ იმას შეატყეთ რომ გარბენის გაქცევის მაგივრად პირიქით უფრო ახლოს მოდის, დიდი რისკია იმისა რომ მას ცოფი ქონდეს. ამიტომ ჯობია რამით დააფრთხოთ ან მართლა გაიქცეთ ან რაღაცაზე აძვრეთ, იმიტომ რომ ცოფიანი არსების შეშინება საკმაოდ რთულია. მე მახსოვს მაგალითად 2023-ის ზამთარი იყო თუ შემოდგომა, არ მახსოვს, მანქანით ლაშქრობაზე რომ ვიყავით აისონთან ერთად, ჯიპი აგერ იდგა, ცეცხლი მენთო, მე ვიდექი, ტელეფონზე ვსაუბრობდი და აისონი უკვე მანქანაში იყო, იმიტომ რომ გვიანი იყო, ეძინებოდა და ჩავსვა. მაშინ ტურა მოვიდა პირდაპირ ჯიპთან. აი როგორ გითხრათ, მე და აი უკან რა ეს ხე არის. აი ეგეთი სიახლოვეს იყო, რამდენიმე ნაბიჯში და რო დამინახა, გაიქცა. აუ, შორს კი არ გაიქცა, ეხა აი მხიდან უკანა ხემდე რომ მივიდეს, მეც გავეკიდე. ვიდეოში ჩანს თვალები ღამე იყო, ეხა ბნელოდა და ის მაშინ ეს მაგარი ფანარი არ მქონდა და რომ მიყურებს. მერე უფრო რო გავეკიდე, უფრო გაიქცა. მე მინდოდა მაგრა დაფიქსირება. ზოგადად ძალიან მიყვარს ველურ ბუნებაში ნებისმიერი სხვა არსების დაფიქსირება. სულ რო კამერა არ მქონდეს, ჩემი თვალით რო ვხედავ, პირველ რიგში ეგ მახარებს და მერე უკვე თარო გადავიღებ, ძალიან მიხარია და მაგრად მიყვარს და მე თქვი გავეკიდები, გადავუღებ თქო და კი გადავუღე, მაგრამ გაიქცა. მაშინ ერთი რატო მოვიდა, ნამდვილად არ ვიცი. იმას რო ცოფი ქონოდა, მიკბენდა. მაგრამ აი არ ვიცი მართლა რატო მოვიდა, იმხელა კოცონი მენთო, არ ვიცი. მაგრამ რა გავაკეთოთ მაგ შემთხვევაში? თუ ტურა ჩვენსკენ მოდის მართლა, არ გინდა გარისკო ისე რომ მოდი ეხა ამას ამოვარტყაო, გავისვრიან რაღაცა, თუ იარაღის გარეშე ხარ. თუ იარაღით ხარ, დაუმიზნე ესროლე, ეხა სხვა რა გზა გაქვს. თუ შორს არის, უბრალოდ ჰაერში გაისროლე და საკმაოდ დიდ მანძილზე ეს მთელი ტურები დაფრთხებიან იარაღის გასროლის ხმაზე, მაგრამ თუ იარაღის გარეშე ხარ და შენსკენ მოდის, მაგის შეშინებას აზრი არ აქვს, ჯობია რამეზე აძვრე, იმიტომ რომ შეიძლება ცოფი ქონდეს. ერთი პატარა ნაკაწრი გინდა, რომ მისი კბილი ან ბრჭყალები შეეხოს შენს სისხლს, კანს და ცოფი გაქვს და ეგ არ ვიცი. საშინელება არის და ღმერთმა ყველა ადამიანი დაიფაროს ცოფისაგან. თუ საჭმეს ამზადებ, ძაღლთან ერთად ხარ, ეგ ყველაფერი ტურას იზიდავს. საჭმელიც იზიდავს და შენი ძაღლიც, რაც მისთვის საკვები არის ყველა ვარიანტში. ამიტომ ჯობია თუ იარაღით ხარ, ლაშქრობაზე ყოფნის დროს, სიტყვაზე რჩები 2 დღით. რაღაც პერიოდში ერთხელ ერთი ტყვია გაისროლე, მაგალითად მოსაღამო და გაისროლე. დაღამ და ძილსაპირებ გაისროლე. ეს არის თავდაცვის ერთ-ერთი მეთოდი, თავდაზღვევა არის, რომ რაღაც რამდენიმე კილომეტრში გაიგებენ იარაღის გასროლის ხმას, იფიქრებენ მონადირეები არიანო და წავლა. თუ იარაღი არ გაქვს, ცეცხლი აუცილებელ შემთხვევაში უნდა შეინარჩუნო და პირველ რიგში არ უნდა იყოს შეშინებული. ტურა თავს ესხმის მომცრო ზომის არსებებს. ადამიანი დაწოლილ მდგომარეობაში რო იყოს, დიდი შანსია რომ ხროვა თავს დაესხას. ან დაგდებულ მდგომარეობაში რო იყოს, სიტყვაზე გაიქეცი, ცხოველის ინსტინქტი ეგეთია რომ რაღაცას გაეკიდოს, მithumetes მტაცებლებს ეს გაკიდება ძალიან უყვართ, ხიბლავთ რაღაც რო გაიქცევა, შეიძლება საერთოდ არ აპირებდეს გაკიდებას, მაგრამ რაღაც რო გაიქცევა, მაშინვე დაედევნება. ამიტომ თუ გაიქეცი და წაიქეცი, ჩანხარ მის თვალში პატარა. თავდასხმის რისკებიც მაგ დროს დიდი არის. ანუ არ უნდა გეშინოდეს, რა შეიძლება ეხლა ლაშქრობის დროს მართლა დაგადგენ ესე თვალები ჩანდეს სიბნელეში, მაგრამ მაგ დროს უნდა გამოსცე მაქსიმალურად ხმაური. იღრიალო, იყვირო, რაღაცეები ურტყა ერთმანეთს, ცეცხლთან ახლოს უნდა იდგე ყველა ვარიანტში და თუ ძაღლთან ერთად ხარ, პირველ რიგში შენი საუკეთესო მეგობრის დაცვაზე უნდა იზრუნო და მაქსიმალურად უნდა ფიქრობდე და დარწმუნდე იმაზე, რომ ძაღლი არ გაიქცევა და შენთან ერთად იქნება. მე მაგალითად აისონი მაგრად მიჯერებს, ბერჯი ყოფილა ეგეთი შემთხვევა, რომ ძალიან ახლოს ყოფილა, აი, იმდენად ახლოს, რომ აი ესე კრუგზე სირბილით მესმოდა, მაგრამ კაც ბრძანებას რომ მივცემ, შანსი არის მან ფეხი მოიცვალოს, უბრალოდ ადგილზე დგას და ყებს. ეს ძაღლის ყეფა სხვათა შორის ტურაზე დადებითად იმოქმედებს, იმიტომ რომ უფრო შიშს გამოიწვევს მასში და არა წყმუტყუნი და შეშინება და ასე შემდეგ. ფეხი არ უნდა მოიცვალო იმ ადგილიდან, სადაც დგახარ, არ უნდა ეცადო გაქცევას, დახრას და ასე შემდეგ.
თუ რაღაც ხელში გიჭიროს ჯოხიან ქვა, თუ ესური ეგ თად უკეთეს, იმიტომ რომ მას თვალში უფრო ამაღლდები და უფრო სერიოზული გამოხარ და იმდენად აღარ გარისკავენ, მაგრამ როგორც ასეთი რომ ხროვა დაგადგეს და ადამიანზე ნადირობა დაიწყოს, ეგეთი რაღაცები არ ხდება ტურების შემთხვევაში. აი მგლების ხროვა რო დაგადგეს, მკვდარი ხარ, თუ რაღაცაზე არ აძვერი და თუ ავტომატი არ გიჭირა, რომ ესე ყველას გადაატარო. აი ტურების ხროვის შემთხვევაში მაგის ალბათობა რომ ესე ხროვა დაგადგეს, შენზე ნადირობა გამოაცხადონ და ყველანაირად იჩალიჩონ, ესე რომ ვთქვათ, ძალიან დაბალი არის. თუ იარაღი არ გაქვს, უნდა ვახსენო ასაფეთქებელი პიროტექნიკა. ბევრ ადამიანს გონია რომ პიროტექნიკა ყველა მტაცებელზე ჭრის. ეგრე არ არის სანდო ადამიანებისაგან და მაგარი მონადირეებისგან ვიცი რომ იარაღის, ტყვის და დენთის სუნიც და ხმაც სულ სხვა რაღაცა არის, ძალიან კარგად იციან მტაცებელმა ცხოველებმა და პიროტექნიკის ხმაც, სუნიც სულ სხვა რაღაცაა და ეგეც მაგრად იციან მტაცებელმა ცხოველებმა. არ გეგონოთ რომ უბრალოდ ცხოველები არიან დარბიან ტყეში საჭმეს ეძებენ და არ აქვთ ინტელექტი. მაგათმა ისიც იციან იარაღი რა არის, რა საშიშროების მომტანია მათთვის და ისიც იციან ასაფეთქებელი რა არის. მით უმეტეს ტურები საქართველოში ისე არიან გავრცელებულები რომ აი ფაქტობრივად ჩვენთან ცხოვრობენ, ცოტა აკლიათ და თბილისში ჩამოვლენ და მანდ იქნებიან რა და მე ხმაურს არიან შეჩოულები. რამდენჯერ რავი, მეგობრები ყოფილი ვართ რომ ხმაურობთ აუტეხია წივი კივილი, ცეცხლი იციან რა არის წივი კივილი აუტეხიად. ასაფეთქებელი ადრე ვისროდი ხოლმე ტყეში რა დაზღვევის მიზნით და მაგაზე რეაქცია არ ქონდათ. მაგრამ მე პირადად პიროტექნიკის ზიზღი მაქვს, მეზიზღება. მე თუ მკითხავ საერთოდ აღგზარავდი საქართველოში პიროტექნიკას, ვერ ვიტან რასაც ქვია, მაგაში დადებიც ვერაფერს ვერ ხედავ. მაგრამ ეგ იცოდეთ რა. ასაფეთქებლის იმედად არ იყოთ. ნუ რო რამე გასაჭირში კიდე ხო შეიძლება რაღაც ხმის თემაში უცებ დაფრთხეს. ამას ვიძახი უცებ მოულოდნელობის ეფექტი რა. ტურა ეგრე შეიძლება იმანაც დააფრთხოს, რომ აი რაღაცა რკინის ჭიქარო ქონდეს და თებს რომ მიარტყა. ეგ ხმაურიც კი დააფრთხოს. ამიტომ ასაფეთქებელი რო რამე ჯიბეში გეგდოთ, ვაი და რა ხდება. მაგ მიზნით, თორე როგორც ასეთი რომ მოდი ძილის წინ ასაფეთქებელს გავისვრი და ტურებს დავავრთხობ, მაგის იმედი არ ქონდეთ. ძალიან მაგარი და სანდო მონადირეებისგან ვიცი. სხვათა შორის ერთმა მაგარმა და სანდო მონადირემ მარლენ ფეიქრიშვილმა მირჩია მაგარი რაღაც. მოკითხვა მას აქედან. მაგარი მონადირე არის და მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ. მირჩია ესეთი რაღაც, რომ ნავთი უნდა აიღო, ნაჭერი უნდა ჩაალბო იმ ნავთში და ლაშქრობაზე სადაც ხარ, სიტყვაზე აი ეს არის ჩემი ბანაკი, ჩემი ადგილი. სადმე ხეზე ახლოს დაკიდეო. მაგის უნი ტყეში ვრცელდება და მტაცებლებს აფრთხობსო, ასოცირდება მონადირესთან და იარაღთან. ზუსტად ასეთი რაღაც მითხრა მან და ჯერჯერობით არაზუსტ გამიკეთებია. მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ გაჭრის. და კიდევ მირჩია დენთი. აი ძილის წინ უბრალოდ დენთს რო წაუკიდო და ჩაიწვას. მაგის უნიც კილომეტრებში გრძდომენ ტურებით, მგლებით, დათვით და მაგასაც მოერიდებიან. ამიტომ ეს რჩევები გაითვალისწინეთ. მე გავემზადე მეგობრებო, ცეცხლი ჩავაქრე, ჩავბარგდი. ამ ადგილს სავარაუდოდ კიდევ ვესტუმრები, მე ვფიქრობ, რომ აი თვითგადარჩენის ამბები გამოააქეთ. თვითგადარჩენის თავშესაფრებს გულისხმობ, რაც ჩემი აზრით საინტერესოა. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ სულ რაღაცის აშენება უინტერესოა, მაგრამ დამიჯერეთ, თვითგადარჩენის თავშესაფარი ისეთი რაღაცაა, რომ უამრავი ვარიანტი უნდა სცადო, უამრავი ვარიანტი უნდა იცოდე. პირადად მე მინდა რომ ჩემ თავზე გამოვცადო რაღაცები, ამიტომ შესაბამისი ადგილების მიხედვით ვივლი ხოლმე და რაღაცებს ავაშენებ. რავი მეგობრებო, მადლობა რომ მიყურებდით, თქვენ უყურებთ BBRY-ს, დააკომენტარეთ თქვენი აზრი, აქტიურეთ და აბა მაგრად ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.